მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი პირველი შეხვედრაა. დღეიდან ვიწყებთ გადაცემათა ახალ ციკლს სადღეისოს საუბრები. ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოებისათვის მეტად მნიშვნელოვან საჭიროებო საკითხებზე. ჩვენი გადაცემა ეთერში გავა ყოველ პარასკევს 22 საათიდან. ჩვენ წინაშე ვიქნებით აკადემიკოსი ბატონი ავთანდილ არაბული და მე დავით შემოქმედელი. ჩვენ ჯელობდით თუ რა უნდა ყოფილიყო პირველი გადაცემა და შევჩერდით ჩვენ ვფიქრობთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, თემაზე ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩვენი სახელმწიფოს არსებობისათვის. ეს არის სახელმწიფო და ეროვნული ცნობიერება. მოგესალმებათ ჩვენი სახელმწიფო როგორც ასეთი მოდის ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფოდან და მე ამ დიდი ისტორიის მანძილზე ზოგჯერ ჩვენ მქონდა სახელმწიფოებრივი წრედა, ზოგჯერ ვიყავით აღმავლობის პერიოდში. მაგრამ ეს ყოველთვის გამოწვეული იყო ხშირად და გარე ფაქტორებით და არა ისე როგორც გუსტავ ლებონი ამბობს, ძალიან დიდი ფილოსოფოსი და მოაზროვნე, რომ არიან სახელმწიფოები, ქვეყნები, უпростоრეთ ქვეყნებზე საუბრობს, რომელთაც თავის ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე არ შეუძლიათ სახელმწიფოს შექმნა. აი თქვათ ერთ და იმავე ტერიტორიაზე არის ორი სახელმწიფო აღწევს წარმატებებს, ქმნის სახელმწიფოებრივ სისტემას და ეს შეუძლია. ასე არ ყოფილა ჩვენ ისტორიაში და აი ახლა კი გვმართებს დაფიქრება რა იყო ამის მიზეზები და რა იწვევდა ჩვენთან ამ კრიზისს და რა იწვევდა ამ აღმავლობას. და მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ რამდენად ხდებოდა სინქრონიზება ერთად ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების. თუ მათ შორის აცდენა იქნებოდა და იქნება, ეს რა თქმა უნდა დიდ დახს ასვამს. ჩვენ გვახსოვს, რომ ჩვენ ერთი დიდი ქვეყნის, საბჭოთა ქვეყნის სისტემის ნაწილი ვიყავით, ჰქონდა უზარმაზარი სახელმწიფო და მთელი ის ეროვნული მოძრაობა, უფრო მეტიც მანამდე, რასაც ჩვენი ქართველი კლასიკოსები და ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირები იჩედნენ თავდადებას, იყო ის, რომ ჩვენ გქონოდა ეროვნული სახელმწიფო. და თუ ჩვენ ვერ მივიღებთ ეროვნულ სახელმწიფოს, თქვათ პირდაპირ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს შრომა ყველაფერი შეიძლება წყალს იყოს გადანებული და იყოს ძალიან რთული მდგომარეობა. ამიტომ ვართ ჩვენ ამ მდგომარეობაში, როდესაც დაფიქრება გვმართებს აი ამ საკითხებზე. ხო, ბევრი საფიქრალია, რა თქმა უნდა, რაც არსებობს კაცობრიობის ისტორია როგორც ასეთი, ეს უკავშირდება სწორედ სახელმწიფოების ფორმირებას, სახელმწიფოებრივ არსებობას. და უხსოვარი დროიდან, როგორც სიტყვიან, ფიგურალურად რომ ვთქვათ, არსებობდნენ სახელმწიფოები და ადამიანების წინაშე უკვე მონათხრობელი ყოფილების პერიოდში იდგა საკითხი, რა არის სახელმწიფო, რა არის სახელმწიფოებრიობა და რა ამოცანები აქვს სახელმწიფოებრივ მოწყობას, სახელმწიფოებრივ მოწყობის არჩევანს. ახლა აი წარმოიდგინეთ, რომ უადრესი გააზრება ამის 25 საუკუნის, 26 საუკუნის წინანდელი
პლატონს ეკუთვნის მოგეხსენებათ სახელმწიფოს თეორია თუ შეიძლება თეორიული საფუძვლები და ფაქტობრივ პლატონს ყველა ის ფორმა აქვს გააზრებული სახელმწიფოებრივი მოწყობის, რაც დღესაც არსებობს, რაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ხალხმა, სხვადასხვა ერთიანობამ გამოსცადა როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა და ერთი ზოგადი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. ბატონო დავით, აქედან რომ არ არსებობს აი ამ გამოცდილებიდან არ არსებობს კარგი თუ ცუდი სახელმწიფოს მოწყობის ფორმა. შეიძლება სახელმწიფო მოწყობის არსებობდეს მონარქიული, მოგხსენებათ სხვადასხვა ფორმის არის, შეიძლება არსებობდეს დემოკრატიული რესპუბლიკური მმართველობა, ეს თავისთავად არც კარგია, არც ცუდია. ნებისმიერი ეს ფორმა შეიძლება იყოს გარკვეული პირობებში ძალიან წარმატებული და ძალიან შედეგიანი ხალხის ცხოვრების, განვითარების, ეკონომიკის, ხელოვნების, კულტურის და ასე შემდეგ და შეიძლება იყოს თავბედს აწყებლი მოვლენა. აი ფეოდალიზმის მონარქიული წყობილების არაერთი შემთხვევა ვიცით ასეთი და ასევე ვიცით რესპუბლიკური მმართველობის ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთ შემთხვევაში თქვათ საპარლამენტო ფორმა მოგვცა ძალიან უკომართი ფორმა, მეორე შემთხვევაში ის იყო წარმატებული. ანუ ზოგადი დასკვნა ის არის, რომ ნებისმიერი სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც წარმატებული, შეიძლება განვითარდეს და რასთავარი შეიძლება გადაგვარდეს. აი პლატონივე ითვალისწინებს იმას, რომ ხდება ამ მოწყობის, ამ ნებისმიერი ფორმის მოწყობის, თქვათ, მისი ორი ძირითადი წარმატებული ფორმა არის არისტოკრატიული მონარქია და არისტოკრატიული რესპუბლიკა. მე ამის განვითარების ფორმები, გადაგვარების ფორმები, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის სხვადასხვა და გვაძლევს დამახინჯებულ ფორმას. ერთი მხრივ თქვათ, დემოკრატია იყალიბდეს, შეიძლება ჩამოყალიბდეს, მეორე მხრივ შეიძლება ჩამოყალიბდეს ოლიგარქია, მესამე მხრივ შეიძლება ჩამოყალიბდეს ტირანია და ასე შემდეგ. ოხლოკრატია, ესე იგი ესენი. ესე იგი, ამის წიაღში, ამ ყოველ ნებისმიერი მოწყობის წიაღში არის გადაგვარების პოტენციალი. განვითარების პროცესში, ანუ ძალაუფლების ფლობის პროცესში შეიძლება ეს ამის წინაშე დადგეს ქვეყანა და მმართველობითი კლასიც და საზოგადოებაც. დიახ. ახლა მინდა ისეთი რაღაც დაკვირვება შევით. რა ვაკეთო? ცეხა რამდენად ეს სამი ცნობიერება არსებობს, ეს არის სამართლებრივი ცნობიერება, ეკონომიკური და კულტურული ცნობიერება. ძირითადად რასაც საუბრობ, ეს სამი ცნობიერება. ამ სამი ცნობიერებიდან ჩვენში მთავარი და პრიმატი არის კულტურული ცნობიერება. ქონდა ჩვენ სამართლებრივი ცნობიერება გიორგი ბწყინვალეს პერიოდში თუ ვიტყვით, ეკონომიკური ცნობიერება, თქვათ, ნიკო ნიკოლაძე და სხვები და იყვნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ის რა ჩვენ მივაღწიეთ კულტურულ ცნობიერებაში ის არის მაქსიმუმი. და აი, როდესაც ჩვენ ფიქრობთ იმაზე, რომ რამ გამოიწვია ქართული სახელმწიფოსთვის გარკვეულ წილად რაღაცა შეფერხება, თქვათ, რაღაც ისეთი არა, მე მახსენდება ეროვნული მოძრაობის პერიოდი. ყველა წარმომადგენელი იყო კულტურის სფეროდან. ეს რა თქმა უნდა კარგია, როდესაც კულტურას და ხელოვნებას საუბარი და ეს ნამდვილად კარგია ჰუმანისტური აზროვნება ასე დროს, მაგრამ ეს უნდა იყოს შეერთებული ეკონომიკურ და სამართლებრივ აზროვნებას და ყველა ლიდერი თითქმის ეროვნული მოძრაობისას იყო კულტურის სფეროს წარმომადგენელი. ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად მაინც გჭირდება სახელმწიფო მმართველობა იქნება თუ რამ ამ სამი ცნობიერების რაღაცნაირად სინქრონიზება და უფრო მეტად დაბალანსირებულობა. რომ არ მოხდეს რაღაცა ერთი მხრივ და ესე იგი კულტურული აზროვნება ზოგჯერ რომანტიკულ
ჰალუცინაციურ და ილუზიურ აზროვნებაშიც გადადის მისი უკიდურესი ფორმა. თუ არ ვცდები და არ ვიცით. აი, უნდა ასე ვთქვათ, გარკვეული ის უნდა შემოვიტანო, ასე ვთქვათ, დისკუსიის ელემენტი თუ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. აზროვნე დავით, ეხლა ჩვენ გამოცადეთ, არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ გამოცადა სხვადასხვა ტიპის მმართველები, მათ შორის ხელოვანიც ყოფილა, მოგეხსენებათ. მე პირადად ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მართვის სადავეები მხოლოდ რაციონალური სპეციალობის რაციონალური ცნობიერების არეალში შეიძლება იყოს, ის შეიძლება მართავდეს. და ეს ცნობიერება ორნაირია. ეხლა კულტურა ძალიან ფართო სფეროა, მაგრამ მე უშუალოდ ხელოვან ხალხს ემითა გავაკეთო. აი ხშირად არის რომ ხელოვანი ხალხი არის ინიციატორი რაღაც დიდი მოძრაობების და ასე შემდეგ, მაგრამ მას მართვა არ შეუძლია. რატო? ხელოვნება არის ირაციონალური სფერო. ბატონო დავით, ამას დამეთარხმებით, რომ ის რაც თქვენ ლექს გაწერინეთ, ან მხატვარს ახატვინებს, ან მუსიკას ქმნის ვიღაცის თავში, ეს ირაციონალური სფეროა და ის სხვა მას სტიქიას ემსახურება. ხოლო სახელმწიფოს მართვა არის რაციონალური სფერო და აქ აუცილებელია რომ ის სპეციალისტები ჩვენ საზოგადოდ ნაკლებობა გვაქვს ამ პოლიტიკაში ისედაც პროფესიონალების სპეციალისტების და იქ უნდა იყვნენ წამყვანი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად წარმმართველი უნდა იყოს რაციონალური აზრი და ეს ეკუთვნის უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს მოწყობა იურისპრუდენციის სფეროა, სამართლებრივი სფეროა და შემდეგ ამას ახლავს ეკონომიკა და ამაზე არის აქედან ვითარდება შემდეგ კულტურა. რამდენადაც წარმატებულია მმართველობა, რაციონალური მმართველობა, იმდენად კომფორტში არიან აი ეს რაციონალური სფეროს მოღვაწენი, მათგან შექმნილ კომფორტში არიან. სწორედ მოგეხსენებათ, რომ ეხლა ერთ შეგახსენებთ, ეხლა ცოტა ეს ირონიული ის კი არის, მაგრამ პლატონის სახელმწიფოში პოეტის ადგილი არ მოიძებნა. ეხლა ეს გარკვეული აი ამან გამახსენა სწორედ რომ გარკვეული გამოძახილია, რატომ არ მოიძებნა? იმიტომ რომ ამ გონებრივად აზრობრივად დალაგებულ რაციონალურ წყობაში ირაციონალური ელემენტის ადგილი არ არის. განა მისი არსებობა არ არის საჭირო, მაგრამ სახელმწიფო სისტემაში მისი ადგილი არ მოიძებნა. ამიტომაც ყოველთვის სახიფათოა, როდესაც ხელოვანი ადამიანი ხელოვანი არაჩვეულებრივი მოაზროვნე, რომელიც შეიძლება ეპატაჟური პიროვნება ერევა რაღაც პროცესებში და ამას არ მოაქვს ხოლმე კარგი. და ჩვენი წარსულიდან გამომდინარეც ძალიან ხშირად არის რომ ხელოვანი იყვნენ, ეხლა თუ არ დავაკონკრეტოთ, უგნებად დავაკონკრეტოთ კიდევაც, ხელოვანი ადამიანები იყვნენ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ბუნტისთავები და ამან კარგი არაფერი მოგვიდა. ახლა მართალი ხართ და მე ჩემი აზრი გაავრცელეთ თქვენ ახლა უფრო ერთი რა ქვია პლატონით გამყარეთ ასე ვთქვათ და ამისთვის მადლობთ და ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ესე იგი იყო გარე ფაქტორები და მარტო ჩვენს ეთნოფსიქოლოგიაზე არ შეიძლება ამ ჯოხის გადატეხა რამაც ჩვენ სახელმწიფო წვეტა მოგვიტანა იმიტომ რომ ჩვენ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვიყავით და აი 1555 წლის შემდეგ რაც თურქეთმა და ჩემო ბატონო ოსმალეთმა ირანმა ესე იგი გაიყო საქართველოს ორ ნაწილად გავლენის სფეროები აი ამის შემდეგ ესე იგი ფაქტიურად ჩვენ სახელმწიფო წვეტა მოხდა ძალიან დიდი ხნის პერიოდი და ეს იყო ძალიან ძიმედ არტყვა ჩვენ სახელმწიფოზე. ამან გამოიწვია მეორე მხარე. მეორე მხარე გამოიწვია ის, რომ უფრო მეტად, როდესაც სახელმწიფო არ ყავს დამცველად ადამიანს, უფრო გადადიხარ მეზობელზე, ნათესავზე, მეგობარზე. ამან რაღაცნაირად შეიძლება ითქვას ყოველ უარყოფით რაღაცადებითი მოყვება. ამან გარკვეულწილად ოჯახის ინსტიტუტიც გააძლიერა რაღაცნაირად, იმიტომ რომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ. ჩვენ ხომ მეზობელო კარიშაო თვალ სინათლე ხანურეუბნებოდა ქართველი კაცი რომ ის გახდა მისი დამცველი მაგრამ ამ კარგმა გრძნობამ და ამ კარგმა ტრადიციამ ოჯახის სიცვითემ დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში
მიიღო ცოტა დამახინჯებული ხასიათი და ნეპოტიზმის მივიღეთ, იმიტომ რომ სახელმწიფო არა და ჩვენ ყველაფერში ჩვენ ვეხმარებით და ჩვენიანი გვინდა რომ სადღაც იყოს. აი ასეთი მომენტია. ამიტომ მაგრამ აი აქ სადღაც მოხდა შეიძლება ითქვას თანდათანობით ეროვნული ცნობიერების გაზდაც კი მოხდა სადღაც ეროვნული ცნობიერების გაზდა. მაგალითად აი ასეთი რამ არ გააჩნია ამერიკას მაგალითად. ამერიკაში რო ცხოვრობს იტალიელი ის არასდროს არ იტყვის რომ მე იტალიელი ვარ, ის იტყვის მე ამერიკელი ვარ. ფრანკი არ იტყვის მე ფრანკი ვარ, ის იტყვის მე ამერიკელი ვარ. ეს ერთგვარად იმ სახელმწიფოებში ხდება. ეს ერთგვარადაც ხო ამბობ ჩვენ სად გავდივართ ბეჭდის ხიდზე ესე იგი. ესეც კარგია როცა ამბობს, მაგრამ მეორე მხრივ ამას შეიძლება ამ ნაციონალურმა საკითხმა რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ფარი იყო ჩვენთვის, რადგან ამდენი მტერი მოდიოდა და იდენტობა შეგვენარჩუნებია. გამიგეთ, აი სადღაც გადავდივართ ერთი საკითხიდან მეორე საკითხში. ამიტომ კიდევ ერთხელ უბრუნდები იმ საკითხს, რასაც მე ვამბობ, რომ აქ არის ზომიერების დაცვა და უნდა იყოს აბსოლუტური ზომიერების დაცვა. თუ ერთ შემთხვევაში გვექნება გაძლიერებული სახელმწიფოური აზროვნება, მხოლოდ სახელმწიფო და ეროვნულს გამოვფრიცხავთ ასეთი ახლა თქო იყო საბჭოთა კავშირი, ბევრი ტირანული სახელმწიფო იყო, ბევრი ოხროკრატია ყოფილა და ფაშიზმი შეიძლება ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ ნაცისტური მიმართულებით, არამედ ფაშიზმი შეიძლება ჩამოყალიბდეს იდეოლოგიურად სხვა დემოკრატიულ და აგერ ჩვენ ვნახეთ ლიბერალურ მაცნობიერებამ შეიძლება მოხდეს ფაშიზმის გამოვლინება, მაგრამ ჩვენ რეალობის წინაშე ვართ, ხო? ეს ერთია, მაგრამ ეხლა თქვენ ძალიან სიღრმისეულად ასვით ეს საკითხი და მე მინდა რომ აი გარკვეულად ჩვენ შევხედოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის სათავეებს და განვითარებას. საკმაოდ უცნაურია სხვათა შორის. სახელმწიფოები, აი როგორც თქვით ჩვენ, სახელმწიფოების ფორმირება მოხდა მანამდე სანამ ეროვნული ცნობიერება იარსებებდა. ანუ სანამ ეროვნული გაერთიანებები იქნებოდა, მანამდე მოხდა სახელმწიფოების ჩამოყალიბება რის საფუძველზე. ფაქტობრივ მოხდა ძალისმიერი ზემოდან, ასე ვთქვათ, აი ის რასაც ეძახით ჩვენ მას იმპერიულ გაერთიანებებს, ხო? და ადრინდელი სახელმწიფოები სწორედ ასეთია, დაპყრობით იმაზეა, გაერთიანებებზეა და სახელმწიფო არის იმპერიული გაერთიანება რეალურად, აი ძველი ისინი რაც არის ამ სახით არის, ასე ვითარდებოდა, ასე ყალიბდებოდა. აი ერთი პირველი ისა. ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდა ეროვნულ ცნობიერებაზე. აი დიდი უცნაურობა. ეხლა შეიძლება იმ ჩვენ ფარნავაზის შესახებ რაც ვიცით და ეს არის აი ეს ქართული სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივ მოდელი რაც ფარნავაზმა განსაზღვრა, მას შემდეგ ერეკლე მეფემდე ეს მოდელი ფაქტობრივ მუშაობდა, სხვადასხვა ფორმით აგრა მუშაობდა. ამ დროს თან როგორც ისტორიკოსები და სოციოლოგები ლაპარაკობენ, იმ დროს ჯერ თითქოს ეროვნული ცნობიერება, ეროვნული ერთიანობა არ უნდა არსებულიყო. ამ დროს ის რაც აღწერილია, რითაც მოქმედებს ფარნავაზი, რითაც აერთიანებს სახელმწიფოს, ეს არის მხოლოდ ეროვნული ცნობიერების საფუძველზე ჩამოყალიბებული. ერთობა იდენტობაზეა დამყარებული ფარნავაზისთვის. სახელმწიფოებრივი ამოცანა, რომ თუნდაც ენის განსაზღვრა და არა მარტო ენისა, მან სცადა რომ არმაზის შემოტანით ერთღმერთიანობა ყოფილიყო სახელმწიფოში. წარმოგიდგენიათ, როგორი წინსვლა. ამ დროს ეს არის დროისათვის. კი, ეს არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მაშინ ესე იგი ფაქტობრივ ეროვნული სახელმწიფოა, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ეროვნული სახელმწიფოები ჩამოყალიბდა მხოლოდ ჩვენს წელთაღრიცხვის დასაწყის მე-3-4 საუკუნიდან ჩნდება ასეთი ცდა. ეხლა ეს გარკვეულად იდეოლოგიასაც განსაზღვრავდა, აი ამ განსაზღვრავს იმას, რასაც შენ ამბობ, ჩვენ არასოდეს არ ქონია იმპერიული ამოცანები. ამიტომ იყო რომ ძლიერების ეპოქაში, როდესაც საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული ტერიტორიები ზეგავლენის ქვეშ მოექცია, ხო, აი ვასალური, ესე ვთქვათ, გარკვეული რეგიონი ყოფილიყო, როგორც კი ის არ ითვლებოდა ამ ეროვნული სახელმწიფოს ნაწილად და კი არ კარგავდა
არ ავრცელებდა თავის ძალაუფლებას. სულ ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებში დარჩა საქართველოს, ესე იგი, აი ამ თავისი იმით და ეს არის ჩვენი ისტორიული თავისებურება. იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, რომელზეც ლაპარაკობდით, მათ შორის არის, ახლა ამ მიმართულებით რო ვითარდება, ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან, ის ნიშანი ჩვენი დამოკიდებულებების უცხოსთან, თქვათ, ტოლერანტული დამოკიდებულება, ის დამოკიდებულება ოჯახის ინსტიტუტთან, ის დამოკიდებულება მეფეთა იმასთან, ტიტულატურასთან. აი, ორი დინასტია გვაქვს ჩვენ, ფარნავაზიანთა დინასტია და ბაგრატიონთა დინასტია. ორივე დინასტია ფაქტობრივ ეფუძნება განსაკუთრებით ბაგრატონთა მეფის ღვთაებრივი შთამომავლობის იდეას. ეს ზოგადია, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში იყო იმ დონეზე აყვანილი, რომ მოგეხსენებათ, ეს შეიძლება ცალკეც თუ დაგვჭათ, რომ აი ჩვენი მთავარი ისა თეორია, იდეოლოგია სახელმწიფოებრივი არის ვეფხისტყაოსანში. მოგეხსენებათ, რომ ეს მაშინ საგანგებოდ ჩამოყალიბდა გატარებული სახელმწიფოებრივი მთავარი იდეა, სიყვარული თუ მეგობრობა კი არ არის, არამედ არის სახელმწიფოს მოწყობის იდეა, როგორი სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს, რომ თხადამგელი ერთად ზოვდეს, ხო? ასე აი ეს არის. და ეს არის სწორედ აი იმ ფასეულობების დაცვა, რომელზეც არის და როგორი უნდა იყოს ეს. და აი შეიძლება თუ ჩვენ მაინც როგორც ლიტერატორებმა და ასე ვთქვათ ამ სფეროს ივან შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აი რუსთაველი ჩვენ გვთავაზობს ღვთისმშობლობით მეფეა, მაგრამ ამავე დროს ესეც განსაკუთრებით საქართველოსია. მიუხედავად ამისა, რომ ამრანგის არის, ხო, ხელისუფალი მეფე და მეოთხე იპოსტასად იქნა მოაზრებული თავი მეფე. ამავე დროს ურთიერთობა და თვითონ ვეფხისტყაოსანში ჩანს გარკვეული იერარქიული, ასე ვთქვათ, წინსვლის საშუალება. მეფესთან არ არის ისეთი, როგორიც ქვეყანაშია, რომ ის საერთოდ იმაში რაღაც მიუწვეველი პიედესტალზე დგას. და ეხლა ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ერთი საოცარი ხალხური ლექსია, რომელიც ძალიან ახასიათებს ჩვენს ბუნებას და ეს მინდა გავახსენოთ ცოტათი. ის არის რაღაცა საზღვრული შევიტანე და იმისთვის არის ცოტა გადაკეთებული, მაგრამ აი ესეთია. მოდის ქიტესა, ცოტა ქანაობს, წაიღიღინებს ტკბილად თანაო, ვკითხეს სად იყავ, მეფესთანაო, ისიც კაცია ჩვენისთანაო. აი ეს არის მთელი შინაარსი იმის და ჩვენს არისტოკრატიას და სამეფო კლასს ინახავდა და ამდენად დროზე გაასწრო დროს. როგორი დემოკრატიულია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის მმართველობა, რომელიც ქართული მონარქია შეიძლება დაერქვას, ხო? ახლა თქვით, რომ ჩვენ ეროვნულ ცნობიერებაზე შეიქმნაო, ეროვნულ ნიადაგზე შეიქმნაო ქართული სახელმწიფო და მე მაგალითად ადრე ვწერდი მიმაჩნია, რომ აი თქვათ, კი ბატონო, ჩვენ რა გვაქვს ის მიზაბაძი თვალაკიო მუხრანი ამბობს, მაგრამ მაინც მიბაძვა არა, მაგრამ გამოცდილება შეიძლება აიღოს სხვა ქვეყნის, ხო? ჩემთვის ასეთი ქვეყანა, რომელიც თქვათ ამ ხრივ მისგან გამოცდილება მივიღოთ, არის იაპონია. იაპონიას აქვს თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული შინტოის მიერ რელიგია, რომელიც დგას მისი მსოფლმხედველობა. აქვს ჩემო ბატონო ფორმა შენარჩუნებული საკუთარი თავისი ისტორიული ფორმა, აი თქვათ მისი ავიღოთ წერილობა, რომელიც სრულიად განსხვავებული აკუდაგავა, კოჭაბუროვე, ტავაბატა და რომელი ერთი ჩამოთვალო, თქვათ გენიოსები კინოში აკირა კუროსავა, კაბუკის თეატრი და ამ დროს განვითარების მხრივ, ცივილიზაციის განვითარების მხრივ, სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების მხრივ ერთ-ერთი პირველი. ანუ აი ეს ქვეყანა აკავშირებს ერთმანეთთან ეროვნულ სულს, ეროვნულ თვითყოფადობას, თავის განსხვავებულობას, რომ იაპონელი არავისი არ აღერევა. შეიძლება გვერიოს რომელიმე ევროპული ქვეყანა ერთმანეთისგან ბელგიური და თქვათ დანიური კულტურა, მაგრამ იაპონურს ვერაფერში ვერავლებთ. ჩემ ბატონო და ამ დროს
როდესაც მის ფებსთან ასე არის, ამ დროს ცივილიზაციის უმაღლეს მწვერვალზე არის და მართვის ტექნოლოგიებში და თანამედროვე ნანოტექნოლოგიებში წამყვანი ქვეყანა არის. ჩვენთან სამწუხაროდ ახლა ხდება პირიქით. ჩვენ გადავდივართ მეორეულ კულტურაზე, ჩვენს ძირითადს უარყოფთ და ამ დროს როცა მთელ მსოფლიოში კომპიუტერული ტრაქტორებია და ტექნიკა და რაღაცა ისე უემსე და იმაზე მიჩაჩალებთ ინდორით. ანუ ამ ხრივ მე ეს მიმაჩნია მისაბაც მაგალითად ჩემო ბატონო. ახლა აი რასაც ესე იგი ჩვენ აი უცხო ქვეყნების არაჩვეულებრივი იაპონიის მაგალითი შესანიშნავი მაგალითია. მაგალითად მეორე მხრივ გვაქვს ჩვენ ასეთივე აი თანამედროვე 21 საუკუნეში არსებობს მონარქიის, კონსტიტუციური მონარქიის ფორმა ევროპის კონტინენტზე და ამის ეს არის ბრიტანეთი. ხო, ეხლა აუცილებლად დგება საკითხი განსაკუთრებით ჩვენაირი ბედის ერისა და ქვეყნის წინაშე. სახელმწიფო მოწყობის მემკვიდრეობითობის საკითხი. აუცილებლად დგება ეს საკითხი. როდესაც სახელმწიფოებრიობა დაგაკარგინეს, დაკარგე ისტორიულ გარემოებათა გამო, რაც ჩვენ დაგვემართა ხო რუსეთთან 200 წლის წინ, ესე იგი რუსეთთან ურთიერთობის შედეგად, როდესაც შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ფორმირება იწყება, პირველ რიგში უნდა დაისვას საკითხი საიდან უნდა გაგრძელდეს ეს მემკვიდრეობითობა არ უნდა გაითვალისწინო, აი რაზეც ვლაპარაკობთ, ის ქვეყნები იმიტომაც არიან ასეთი წარმატებული და განვითარებული, რომ მათ სიახლესთან ერთად საკუთარი მემკვიდრეობითობა არ დაკარგეს, ის ყველაზე დიდი პასეულობაა. და ჩვენ ეს დაგვემართა კიდევ ერთი, რომ როდესაც გაჩნდა ამის შესაძლებლობა 1918 წელს ნოე ჟორდანიას და სოციალ-დემოკრატებს არ შეეძლოთ ეფიქრათ აი იმ მემკვიდრეობითობაზე თავიანთი სოციოლოგიური შეხედულებების გამო, კი არა, როგორ შეეძლოთ მათ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებელი სახელმწიფო, როდესაც საერთოდ ეროვნულ სახელმწიფოს იდეას ნოე ჟორდანია გამორიცხავდა. ხო, მისთვის ეს იყო წარმოუდგენელი. იგი კულტურულ ეროვნულ ავტონომიის იდეას აყენებდა, ხო და ფაქტურად დამოუკიდებელი არსებობის, როგორც ეროვნული სახელმწიფოს არსებობის თვითონ არ ჯეროდა. და ცხადია, აი ამ ვთქვათ კონსტიტუციური მონარქიის ტიპზე, რაც ყველაზე სამართლიანი იქნებოდა, ის არა და ვერ იფიქრებდა და დაიკარგა ისევე შესაძლებლობას, დაიკარგა. შემდეგ, აი 90-იან წლებს გაგახსენებთ, დავით თქვენ ძალიან აქტიურად იყავით ჩართული ამ პროცესებში და მაშინ მართლა იდგა ეს საკითხი, რადგან ეროვნული ხელისუფლება მოდიოდა, ძალიან სერიოზულად განიხილებოდა საკითხი, რომ აი ის წვეტა, რომელიც მოხდა ჩვენი მონარქიული წყობილების თვალსაზრისით, ხომ არ ყოფილიყო ეს აღდგენილი, მაგრამ მაშინ ობიექტური გარემოებები არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას და რითი გავაგრძელეთ ჩვენ 21 წლის კონსტიტუციით. ხო, 90-იან წლებში საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააგრძელდა 1921 წლის კონსტიტუციით. ის აღვადგინეთ და ის მოხდა და რაღაცა. აი, ჩვენ ამ თეორეტიკოსებმა უნდა ეძებონ ამაში ალბათ გარკვეული კრიზისის მიზეზები, რომ შენ როდესაც ვერ პოულობ საკუთარ სათავეებს, სხვისი მაგალითით არ არსებობს, ესე იგი სახელმწიფოებრიობის მოწყობის ძირითადი პირობაა ეროვნული თავისებურებები და ისტორიული მემკვიდრეობის განცდა, ხო და დაფასება. და როდესაც შენ ამას არ აკეთებ, ვერ გადმოიტან ვერანაირ ასლს და ჩვენ გამოვიარეთ, აი როცა ვლაპარაკობდით, რომ ნებისმიერი წყობა შეიძლება იყოს გადაგვარების საფრთხის წინაშე, ჩვენ გამოვიარეთ აი ამ რესპუბლიკური მმართველობის არა საპრეზიდენტო, საპარლამენტო მმართველობის ფორმების, ხო, ისა გამოვიარეთ და ახლა ღმერთმა ქნას, რომ აი ამ ახლანდელმა არჩევანმა გაამართლოს, მაგრამ საპრეზიდენტომ რომ ჩვენ სინამდვილეში არ გაამართლა, ჩვენ ვერ მოგვცა შედეგები და ჩვენ ერთი ზოგადი რაღაცაც შეიძლება ვთქვათ, რომ აი ევროპელი ისინი, ვინც
სოციოლოგები, ფილოსოფოსები ამბობდნენ, ჯერ კიდევ ჩვენს მამდე ლაპარაკობდნენ ამაზე, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ხო პრეზიდენტის ინსტიტუტმა არ გაამართლაო. ამას წერდნენ. რატომო? იმიტომ რომ ყველა ეტაპზე პრეზიდენტი იქცა შაჰად და რაღაცად. აი იმპერატორად იქცა. იმიტომ რომ იმ საზოგადოების წყობა სხვა არის, სხვანაირ მმართველობას მოითხოვს და ასე შემდეგ. ეხლა აქედან ერთი დასკვნაც და უკაცრავად ამით ასე ვთქვათ, იმას გადმოგცემ სათქმელს. ესე იგი, ეს არის ის, რომ არჩევანი, მოწყობილების არჩევანი აუცილებლად მოითხოვს სერიოზულად გააზრებას და არ შეიძლება შენ მიიღო ვიღაცის კარდახით, რომ შენ აუცილებლად არც ერთი კანონი, ზოგი რაღაც გამოცდილება მეც მაქვს ამას, არც ერთი კანონის ასლის გადმოღება არ შეიძლება. ყველა კანონი, აი უბრალო კანონიც კი ნებისმიერი კანონი არის აუცილებლად იმ ხალხისა და იმ ქვეყნის პირობებზე მოსარგები, რომელიც არა და კანონი უნივერსალურია რა. ასევე წყობილებაც უნივერსალურია, მაგრამ ასე მექანიკურად არ იძლევა შედეგებს. ესე იგი, აქედან ჩვენ შეიძლება ასეთი დასკვნა გამომაქვს, რომ მაინც დაუშვებელია ერის ეთნოფსიქოლოგიაზე ძალადობა. ერის გენეტიკურ მეხსიერებაზე ძალადობა. იმიტომ რომ ყველა ერს აქვს თავისი განვითარების ბუნებრივი გზა. ქვეყანა არის ისეთივე ბუნებრივი, როგორც მცენარე. იჯდება, ტოტები გამოაქვს, ისეა ჩვენი ქვეყანაც და თუ ჩვენ ამდენ საუკუნოვანი გენეტიკური მეხსიერება გვქონდა, თქვა უშუალოდ იმ მონარქიული აზროვნების, ხო? და ეს ბრიტანეთმა შეძლო მას და თუ ჩვენს გენეტიკაში იყო ვინც ამოკვდეს მეფისთვისო სათვლიან მისი სულიო პერიფრაზირება ვთქვათ უსწავლის აი ეს მდგომარეობა იყო მაშინ ძალიან მეტად ამ საქმეში როდესაც ქვეყნის პოლიტიკური და მოწყობაზეა ლაპარაკი უნდა ჩაერთოს მეცნიერები, მწერლები, ეთნოფსიქოლოგები და იფიქრონ ამ შემთხვევაში. ახლა დიდმა ბრიტანეთმა არის ეს მონარქიული წყობილება, მაგრამ არის ტრანსფორმირებული. ისიც არის, მაგრამ ის არ არის თანამედროვისგან შორს. ესე იგი, პრემიერი ყავს და ორივე ერთად აქვს ერთი როგორც ნეობრივი სიმაღლე, ერთი მომენტი და მეორე აქვს ქვეყნის თანამედროვე თქვათ ინფრასტრუქტურის მართვის და ტექნოლოგიების. მე აქ რაღაცნაირად ლამწუთას მომივიდა აზრად გრიგორ რობაქიძის გველის მჭამელი. გველის მჭამელი არის საოცარი მეტაფორა წელის მიერ. და ის ამბობს, რომ გველში რა თქმა უნდა ბოდიშკაც გველის პერანგი რა მჭამელი და ბოდიში ტელემაყურებელთან. გველის პერანგი. გველის პერანგში გველი მოგეხსენებათ არის ის, რომ გველი იცვლის კანს, მაგრამ გველი გველად რჩება. იცვლის კანს და გველი მუდმივად რჩება გველად. ახლა გველში რა თქმა უნდა იგულისხმობდა საქართველოს. საქართველოს უნდა შეძლოს ასე, რომ ის ყოველი ახალი გამოწვევის წინაშე უნდა იმ ახალ გამოწვევებს შეხვდეს, მაგრამ თავარი არსი ქართული რაცა ის შეინარჩუნოს. როგორც ყველმა შეინარჩუნა და მას ის მუდმივად გველია არსით, ანუ ქართულ სულზე ვლაპარაკობ, ამ წუთას ქართულ არსზე ვლაპარაკობ, რა არის ჩვენი ძირითადი რითაც ჩვენ ვართ და რითაც ჩვენ საინტერესო ვართ ამ სამყაროსთვის, ის შევინარჩუნოთ და ამას აკეთებს დიდი ბრიტანეთი და ამავე დროს ის არის ძალიან თანამედროვე და მუდმივად განახლებადი. აი ეს აზრი გამოვიდა თქვენი მომიდან ახლა მსჯელობიდან. ხო, არა, თავისთავად ერთი პრობლემა რაც ჩვენ გამოვედით, აი მე უფრო გამახსენე ახლა რადგან მეტაფორა, გარკვეული მეტაფორა გამოიყენე, მე ამირანის მითი გამახსენა მაგან, როცა ველეშაპის ტუცელში აღმოჩნდება ამირანი გაჭრის და გამოვა და ასე შემდეგ. ჩვენ გამოვედით, წარმოგიდგენიათ, იმპერიული ნამდვილი გველეშაპი იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო ის იმპერია, რომელიც რაღაც დიდ კულტურულ სივრცეებს მოიცავდა, ეს იყო ჩაკეტილი სისტემა, ხო? და ჩვენ გამოვედით იქიდან, სადაც ყველანაირი სახელმწიფოები დამოუკიდებელი
იყო დათქმული, რაც კარგად აქვს ასახული სხვათა შორის ჯაბო ამირეჯიბს და თაშხიაში აი ამ დაპყრობილი ხალხის ფსიქოლოგია და აი ეს შეცვლა, ცვლილება ერთ თაობაში არ შეუძლებელია. ადამიანის ცნობიერება ძალიან ნელა იცვლება, ის სწრაფად არ იცვლება და საზოგადოდ ევოლუცია ბუნებაშიც და სოციუმშიც არის ხანგრძლივი პროცესი. ამ ხანგრძლივ პროცესს მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მათ შორის განათლების, მათ შორის კულტურის მეშვეობით, რასაც დღესაც ვაკლებთ ხელს, ნამდვილად ამაზე ჩვენ გვექნება ალბათ ბუნებაში ლაპარაკის შესაძლებლობა მუდმივად და რამდენიმე თაობის განმავლობაში ჩვენ შეიძლება გარკვეული, ასე ვთქვათ, თანამედროვე ადამიანის აი ამ როგორც კანონმორჩილი, სახელმწიფოს მოქალაქე და ასე შემდეგ ეს სახე შევიძინოთ. მანამდე ჩვენ ვართ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც მათ შორის ისინიც კი ვინც საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულან, რომელიც იყო მეამბოხე ყველა შემთხვევაში, რასაც არ უნდა აკეთებდა, რასაც არ აკეთებდა, სადაც რა სფეროშიც არ მოღვაწეობდა, თან აფუჭებდა იმ შეგნებით, რომ საბჭოთა კავშირს უფუჭებდა ამას, თუ რუსეთს უფუჭებდა. ეს განცდა, ჯიბრის განცდა, რომელიც ვერ მოგვიცილებია, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართეთ ძალიან ხშირად. და მე ერთ მოვლენაზე მინდა აი შემოგთავაზო, როგორც ხელოვანს, რომ აი ჩემ პირადად, ჩემთვის მოგეხსენებათ, რომ იშვიათი იყო მე-17 საუკუნემდე რევოლუციები იყო საზოგადოებრივ იშვიათი. ახლა დიდი კატაკლიზმები ხდებოდა, მაგრამ რევოლუცია როგორც ასე ვთქვათ, სოციალური გარდაქმნის ფორმა, ეს იყო ძალიან იშვიათი. საზოგადოების განვითარების პროცესში ევოლუცია ბუნებრივად ასე ვითარდება და ევოლუცია შეიძლება იყოს დადებითი, შეიძლება უარყოფითი, მაგრამ რევოლუცია ისეთივე მოვლენაა, როგორც ბუნებაში არის ბუნებრივი კატაკლიზმები, როგორც არის კატასტროფა, რაღაცის ჩამონგრევა, რაღაც მეწყერის მოვარდნა და როგორც ბუნებაში ხდება, ბატონო დავით, რომ აი ამ ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ 10 წლეულები და ზოგჯერ საუკუნე სჭირდება იმას, რომ იქ განიკურნოს ის შედეგები, რომელიც ბუნების კატაკლიზმებმა მოიტანა, ასევე ხდება სოციალურ სფეროში. და აი უყურეთ ახლა თქვენ აი ის ახლა ისევ პლატონთან ბრუნდები. ჯერ კიდევ პლატონმა თქვა, ილაპარაკა ოხლოკრატიის შესახებ. მერე ჰეგელი საგანგებოდ შეჭერდა. ჰეგელის დროს უკვე ეს ბურჟუაზიული რევოლუციის ფონზე სრულად გასააზრებელი აღმოჩნდა, რომ რა მოაქვს ამ რევოლუციას. მოაქვს რევოლუციების კასკადი და ყალიბდება საზოგადოება, რომელიც შინაგანად განწყობილია ბუნტისთვის, უნდა აურიოს აუცილებლად და ეს არის ოხლოკრატია. ესე იგი, ის იმას კი არ ესწრაფის წესრიგში მოიტანს, ყოველ ახალ წესრიგში ის იწყებს ახალი უწესრიგობის შეტანას. ესე იგი, ეს იქცევა მის თვისება. და აი ორტეგა იგასეტის ასევე, ესე იგი, ეს აქტიურად ქაოსის ფილოსოფია. მასების ამბოხში. მასების ამბოხში ჩვენ ახლა ერთი დიდი საფრთხე, რომელიც უნდა დავინახოთ. ამას აი ძალიან სერიოზული ანალიზი სჭირდება და მათ შორის რაღაც საგნობრივი ისიც, რომ ახალგაზრდობამ დაინახოს განსაკუთრებით. ფაქტობრივ ჩვენ აი ეს ოხლოკრატიის სცენი დაგვემართა. არ არსებობს ფაქტობრივ არ არსებობს რაღაცა შედეგი მიღებული, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს შედეგია და ეხლა განვავითაროთ ეს შედეგი, ხო? იწყება ერთი ნაწილი იწყებს და ოხლოკრატია საიდან იწყება? ოხლოკრატია უმრავლესობის კი არ არის. უმცირესობითი ადამიანთა უმცირესობით იწყება, ეწყებს მერე ჩათრევას ამისას. და მერე ის უმცირესობა, როცა კი ეს უმრავლესობა მოდის და ის უმცირესობა, რომელიც იყო კატალიზატორი, ასე ვთქვათ, ამის ეჩვენება, რომ რჩება ცარიერზე, ისე იწყებს ხელახლა ამ პროცესებს. აი ეს ხელოვანი მე მეჩვენება, რომ ეს ჩვენს ხელოვნებაში ჯერ კიდევ არ არის სათანადო დასახული. ძალიან ამომწურავად ისაუბრეთ, ახლა მე მაგ თემას აღარ გავაგრძელებ. ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაწუხებს, თქვათ, როდესაც აი ამ 3-4 ათეული წელია უყურებ ამ საკითხებს, არის რომ
სტაგნაციის დგას ეს სახელმწიფო თქვათ წინ არ მიდის და ერთ-ერთი მიზეზი რა არის ახლა ამისი ახსნა აქვს სოციოლოგიის ფილოსოფოს თომას ჰობსის სახელმწიფოს ადარებს მანქანას და ამბობს რომ მანქანა როდის ამუშავდება მანქანას აქვს ძრავი და ეს ძრავი ამუშავებს მას მაგრამ თუ მანქანას ექნება არა ძრავი დავუშვათ არამედ ძრავის ნაცვლად ექნება პლასტმასი ის ვერ ამუშავდება დავუშვათ საბურების ნაცვლად პლასტმასის ექნება ის ვერ ამუშავდება ვერ იცი ხო ესე იგი სახელმწიფო რომ იმართოს მას ჭირდება პოლიტიკოსების ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები შემდგარი არ ვიცი როგორ ქვია ამას მაგრამ მას ჭირდება ინტელიგენცია რომელიც ამ პროცესს წაიყვანს ხო და ჩვენთან არის რომ პოლიტიკოსების ნაცვლად თუ კი ყავს ასეთი და არიან ისინი არიან ხუბშის ჩრდილში თქვათ არსებობს ასეთი ფსევდოპოლიტიკოსები არის იმ ძრავის ადგილას ინტელიგენცია რომელიც ნამდვილი ინტელიგენცია და რომელიც ხუბში არის იმის მაგივრად ფსევდოინტელიგენცია როგორც ის პლასტმასი ვერ წაიყვანს მანქანას და გაჩერდება ადგილას ისე ფსევდოპოლიტიკოსი და ფსევდოინტელიგენცია და ასე ფსევდო ჩამოთვალოთ ჩვენ თქვათ ეკონომისტია თუ იურისტია თუ სხვადასხვა სფეროა ვერ წაიყვანს ქვეყანას და აი ეს პრობლემაც ჩვენ წინ დგას ძალიან წინეთ თქვათ მე თემა შევცვალე ახლა და იმიტომ ის კარგად თქვით და აი ეს საკითხიც ჩვენ გვიდგას წინ და აი ასეთი გზით სიარული რასაც ჩვენ უყურებთ იმიტომ რომ ფაქტიურად რა ხდება ფაქტიურად არის ლექის აღზევების ჟამი იმიტომ რომ ის ლექი რომელიც პოლიტიკაშია ის ლექი რომელიც მეცნიერებაშია ის ლექი რომელიც არის კულტურაში ჩემბატო ის ლექი ადგას თავს და ეს ვის ნამდვილად უნდა საქართველოს იდგეს მასზე ის საქართველოსთვის არის დამალული ისაც ხო აი არჩეულები ძალიან კარგი და ეს მე მგონი ის თემა რომელსაც საუბრის გაგრძელება აუცილებელი იქნება კიდევ თანამედროვე სოფლიოში გაშკარად გამოიკვეთა რომ არიან ეს უკვე არის გლობალიზაციის პროცესია და მართლაც მკვეთრად გაიმიჯნა სახელმწიფოები რომლებიც წარმართავენ პროცესებს, წარმართავენ პოლიტიკას, ეკონომიკას და ასე შემდეგ და სახელმწიფოები რომლებიც არიან თანამგზავრები და სულ საფრთხის ქვეშ არიან. და თუ დავაკვირდებით, ხო, ის სახელმწიფოები რომლებიც არიან ლიდერები, არ აქვს მნიშვნელობა ეს მრავალრიცხოვანი დიდი ძლევამოსილი იქნება თუ რიგითი სახელმწიფოა უფრო ისეთი. ხო, ძლიერი სახელმწიფო თავისი ისინი არიან აუცილებლად ინტელექტუალურ შედეგებზე ორიენტირებული სახელმწიფოები. მეცნიერების საუკუნეა და ჩვენ თუ აი როცა სტაგნაციაზეა ლაპარაკი, ჩვენ თუ გვინდა რომ სტაგნაცია დავძლიოთ, უპირველეს ყოვლისა მეცნიერებაზე დაფუძნებული ჭირდება პოლიტიკას და ნებისმიერი დარგი. ესე იგი, ჩვენი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარება დაკავშირებულია და დამოკიდებულია, ჩვენი ბედი დამოკიდებულია, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა სწორედ ეს არის, რომ ჩვენ განვავითაროთ ინტელექტტევადი, მეცნიერება ტევადი, ტექნოლოგიები და სისტემები, რომლებიც ამ მიმართულებით წავა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ დავდგეთ ამ წარმატებული ქვეყნების რიგში, სწორედ იმ თავარი სიმდიდრით, რომელსაც ეროვნული ინტელექტი ჰქვია. ეს ძალიან მაღალია. ეს ყველაფერში ჩანს. სხვადასხვა ჩვენი სპორტსმენიც კი უფრო ინტელექტუალია, ვიდრე ნებისმიერი და იმითუგებს, სწორედ იმ დანარჩენებს, ხო, დანარჩენ სფეროებს ხო ვარ ვიტყვით, ხო? და ამ ფონზე, როდესაც შენ ამას ვერ ავითარებ და ხარ ინტელექტუალური, ამ ხელა ინტელექტუალური პოტენციალის ერი ძალიან დიდია პროცენტი ტვინების გადინების. აი ჩვენი დემოგრაფიული პრობლემა ძირითადად სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენი რაღაც შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა მოქალაქე მომავალი თაობა
ეძებს გასასვლელ გზას, იმიტომ რომ მან ინტელექტუალური ასპარეზი იპოვოს, ხო? ამიტომაც აი ტვინების ამხელა ჩინეთი და სწორედ ამან შეცვალა ჩინეთის ყოფა, თანამედროვე ჩინეთი, იმიტომ გახდა რომ მან მეცნიერებაზე დააფუძნა თავისი ყოფა, თორემ ჩვენ გვახსოვს ჩვენი ახალგაზრდობის დროს ჩინეთი იყო რაღაც წარმოუდგენელი კატასტროფულ მდგომარეობაში, ხო? და აი დაიწყო მან ჩინეთთან შედარებით ჩვენ დავართ, მაგრამ მან დაიწყო ტვინების უკან დაბრუნება და ჩვენ კი აი ასე ძალიან დიდ ჩვენს განს, ჩვენს ქონებას ვანიავებთ იმით, რომ მიდიან ჩვენგან დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობის ხელოვნების სფეროში მეცნიერების რა გინდა და დარგში იყოს. აი როგორ პირდაპირ საამაყოა, აი ჩვენი ახალგაზრდები ბავშვები იყვნენ ერთ-ერთი სკოლის წასული, ინდოეთში ჩატარდა აი ეს მათემატიკა რომ არის ერთგვარი ინტელექტუალური ცეპირი გამოთვლები რომ არის და 11 მოსწავლე იყო წასული. 11-ვემ ჩამოიტანა ოქროს მედალი. პირველ რიგში მარტო 11 ის რო ყავდეს შენ ქვეყანაში 11 ტვინი. ისე იგი შენ უკვე მომავალს იმედით უნდა უყურო, მაგრამ ეს მარტო ამ სკოლის ბავშვები ხო არ არიან, არა? ამიტომაც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იფიქროს უპირველეს ყოვლისა მეცნიერების განვითარებაზე, მეცნიერება მიიღო მიზანმიმართული, აი მეცნიერებაზე საგანგებოდ ვილაპარაკებთ. გამიზნულად იქნა ეს რომ მეცნიერების განადგურებისკენ გადაიდგა ნაბიჯი, აი აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ სახელმწიფოებრივი აღორძინება. აბსოლუტურად გეთანხმები, საქართველოში არის დიდი ინტელექტუალური საბადო. ეს საბადო არის გამოუყენებელი, ამ საბადოს იღებს ვინმე და გადაზიდავს უცხო ქვეყნებში. თქვენს ბოლო ჩართვაში მე ოპტიმიზმი დავინახე და ვისურვოთ რომ ეს ოპტიმიზმი მალე ახდენილი იყოს, რადგან საქართველოს თავის წარსულით, თავისი წინაპრებით, თავისი ინტელექტუალური რესურსით ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ის სახელმწიფოებრივი ზრდის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, თუ ის გვერდში დაიყენებს ისეთ დიდ იარაღს, რასაც ქვია ქართული მეცნიერება, ჩვენი სახელოვანი მეცნიერები და ამით ჩვენ უნდა შევაბიჯოთ მომავალ წლებში გამართულად ინტელექტუალურად ფერზე მდგარმა და იმ სამშობლომ, რომელზეც ფიქრში ყველა გონიერ ქართველს და მოაზროვნე ქართველს უთენდება და უღამდება. მე ვფიქრობ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ეცადეთ რომ აი ამ რთულ და ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან პრობლემების ირგვლივ გვესაუბრა. ამით ჩვენი საერთო დრო ამოწურულია. მადლობა ბატონო ავთანდი რომ დღეს ჩვენს ერთად ვართ და ვცდილობთ რომ ასე გავაგრძელოთ მომავალში ჩვენი გადაცემები. ჩვენს მაყურებელს კი დიდი მადლობა რომ ამ ხანძრივი დროის განმავლობაში იყო ჩვენ გვერდში. მადლობთ, მომავალ შეხვედრამდე.